მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სულმეს მადლობა იმის რომ გამოწერეთ ჩემი ოთხი იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ ვინც ამიტომ გაგაცნობით მე ვარ კატო გეტყვით რომ როგორც ყოველთვის თვისასწრებში აქციებს ვაკეთებ ხოლმე და ეხლა არ იქნება გამონაკლისი შეგიძლიათ აქციის საფარგლებში თქვენთვის ერთი კონკრეტული საკითხი რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია მიიღოთ 30 ლარად, ხოლო სრული დიაგნოსტიკა 50 ლარის ფარგლებში, ისე რომ შეგიძლიათ გადახედოთ რა ხდება თქვენს გარშემო და თქვენთვის სასურველი სიტუაციები გაარკვიეთ. რაც შეეხება დღევანდელ გასვლას, მოდით ნახოთ რას მალავს დაფიქრებული ადამიანი პარტნიორი. მოდით ნახოთ რა სიტუაცია ხარ თქვენს ურთიერთობაში, რომ მიხვდეთ თქვენთვის არის თუ არა. რა ხდება ახლა თქვენთან ურთიერთობაში? მე ვიტყოდი რომ აქ ურთიერთობა არის მოქმედი, მაგრამ პატარა ხარვეწებით, პატარა გაურკვევლობებით, ხო, შიშებით, რაღაცა შეიძლება ითქვას რომ არის აქ ისეთი მომენტი, რომელიც არ გვაძლევს, ასე ვთქვათ, საშუალებას, ხო? არ ვიცი, ხა მესამე პირებით შეიძლება იყოს, ხო? აქ უბრალოდ რაღაცა არის ტყუილი, რომელიც არ გასვენებთ, ხო? აი, ბოლომდე არ გაქვთ ამოხსნილი ამ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება ბოლომდე ადამიანი არ ყავთ ამოხსნილი და შესაბამისად აქ არის ის მომენტი, როდესაც ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ბევრი დაფარული და საიდუმლოებებით სავსე. კარგით, რას მალავს ეს ადამიანი? მოდით ნახოთ, აბა რას მალავს, რა ხანამდენი საიდუმლო ამოვიდა. იმას რომ ადამიანი არის არჩევანის წინაშე შეიძლება ითქვას. აქ არჩევანის წინაშე შეიძლება ეს იყოს მომენტი, როდესაც არსებობს კონკრეტული პარტნიორი, ან უბრალოდ არსებობს სამსახური და სამუშაო სფერო. შეიძლება აქ უფრო სამუშაო სფეროს მდგომარეობაც იყოს. უბრალოდ ადამიანი ნახეთ გადაწყვეტილების წინაშე დგას, რა გააკეთოს, ხო? მე უფრო ვხედავ აქ რომ არის მატერიალურთან მიმართებაში, ანუ კარიერასთან მიმართებაში სიტუაცია, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ვთქვათ, იმასთან მიმართებაში, რომ ურთიერთობა თუ ფინანსები, ურთიერთობა თუ სამსახური, ხო? შეიძლება ითქვას ახლა ყველასთან ერთნაირად ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ აქ იქნება კიდევ ერთი მომენტი ის, რომ თუ ამ ადამიანს ყავს, თქვენ იცით რომ ყავს უკვე ოფიციალური პარტნიორი, ამ შემთხვევაში ნახეთ იქ სტაბილურობასა თუ ახალ ურთიერთობაში გადასვლის მომენტი, ხო? ახლა კარგია ურთიერთობა, მაგრამ უკვე თქვენს კერო სერიოზულად რაღაცა გააკეთოს, აქ ხო რა თქმა უნდა სჭირდება მეტი ჩადება. აი ადამიანი მალავს იმას, რომ არჩევანის წინაშე დგას და არ აკეთებს ამ არჩევანს, ხო, რაღაცნაირად არ აძლევს თავს ამის უფლებას, თუ თქვენ არ იცით მის შესახებ არაფერი, იცოდეთ რომ არჩევანის წინაშე დგას ეს ადამიანი.